არსებობს გამოთქმა, რომ თავს უხერხულად იმიტომ კი არ გზნობთ, რომ რაღაც შეგემთხვათ. არამედ იმიტომ, რომ ამ რაღაცაზე ფიქრობთ. სწორედ ასეა შიშის შემთხვევაშიც. მაგალითად, როდესაც სიბნელეში რჩებით, რისი გეშინიათ? თავად სიბნელის თუ იმის, რაც სიბნელეში იმალება? 1951 წელს ფილიპ პიტერს საკუთარ სამზარეულოში მოკლულს პოულობენ. მას 27-ჯერ მიაყენეს დარტყმა მეტალის ნივთით. მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ როდესაც პოლიცია მივიდა, სახლის კარები, ფანჯარა და ყველა ის ადგილი, საიდანაც გასვლა შეიძლებოდა, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. თუმცა მკვლელი სახლში არ ჩანდა და მით უმეტეს ვერანაირი გზით ვერ გავიდოდა გარეთ. ამიტომ გამოძიება ჩიხში შევიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საავადმყოფოდან მისტერ პიტერსის ქვრივი ფენი დაბრუნდა, რომელიც უკვე მოხუცებული, ავადმყოფი და უკვე მარტოხელად დარჩენილი იყო, ყოველ შემთხვევაში თავად ასე თვლიდა. თუმცა მომდევნო 9 თვის განმავლობაში სახლში უცნაური რაღაცეები ხდება. ხმაური შუაღამისას, კარის ჭრილში მოძრაობა, როდესაც სახლში არავინ არ უნდა იყოს, საჭმელი უცნაურად უჩინარდება. ფენიმ და მისმა მომვლელმა პოლიციას განუცხადეს, რომ სახლში მოჩვენება ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, პოლიციამ სერიოზულად არ აღიქვა, შესაბამისად ფენიმაც სტრესს ვეღარ გაუძლო და საკუთარ შვილთან გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა პოლიციაში ზარები არ შეწყვეტილა, მეზობლები განუწყვეტლივ რეკავდნენ ცუცუნზე, ხმაურზე და მსგავს რაღაცეებზე, ამიტომაც პოლიცია ერთ დღესაც მივიდა სახლში შესამოწმებლად და სახლის დათვალიერებისას ჭერის ჭრილში ოთახი შენიშნეს, სადაც პოლიციამ 59 წლის სასტიკად გამოფიტული თეოდორ კონისი აღმოაჩინა, რომელმაც მოგვიანებით გამომძიებელს მოუყვა, რომ საჭმლის საძებნელად შემოიპარა სახლში, შემთხვევით სახლის პატრონს გადააწყდა და სასტიკად მოკლა. რის შემდეგაც მრავალი თვის მანძილზე აგრძელებდა სახლში ცხოვრებას, საჭმლის მოპარვას და სახლის მაცხოვრებლების დატერორებას. შიში დამცავი მექანიზმია, რომელიც გვაფრთხილებს რეალური საფრთხის შესახებ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს მექანიზმი შეცდომას უშვებს და კი არ გვიცავს, არამედ თავად გვესხმის თავს. დღეისათვის ასობით ფობია არსებობს და შეიძლება ყველანაირ სიგიჟეს გადააწყდე, რაზეც შეიძლება იფიქრო, ან ვერც იფიქრო. არსებობს ფობია, რომ არაქის კარაქი მიკრობა ხახაზე, არსებობს ციფრი რვის ფობია, არსებობს ყვითელი ფერის ფობია, არსებობს სხვა ციფრების ფობიაც, არსებობს კატების ფობიაც, რაც ნაკლებად გასაკვირია ვიდრე ჭიპის ან ფულის ფობია, ან თუნდაც ბანაობის ფობია, მაგრამ თუ მაინც არ გჯერათ ჩემი, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ. Very good, and then maybe you miss your hand, so if you try to დღეისათვის იმდენი ფობია არსებობს, რომ ფობოფობიაც კი გვაქვს. იმის შიში, რომ საკუთარ თავში ფობია არ აღმოაჩინო. მოკლედ გასაგებია, რომ ძალიან ბევრი ფობია არსებობს, მაგრამ ზღვარი შიშსა და ფობიას შორის სად გადის? ანუ რა განსხვავებაა შიშს, უბრალოდ შიშს და რა განსხვავებაა ფობიას შორის? შიში არის ემოციური რეაქცია რეალური და პოტენციური საფრთხის მიმართ, რაც თვითგადარჩენისათვის აუცილებელი მექანიზმია. ხოლო ფობია არარაციონალური შიშია, რადგან ისეთი რამის მიმართ არის შიში, რაც რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. შიში იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ ყოველდღიურ აქტივობაშიც კი შეუშალოს ადამიანს ხელი. ეს დაიანაა. მას თავის ტკივილები აწუხებს, თვალები ებინდება, სახე უწითლდება და მკერდში ტკივილები აწუხებს. ის დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი რადიოტალღების დამსახურებაა. ამიტომაც ის სპეციალურ ოთახში ატარებდა მთელს დროს, რათა რადიოტალღებს მორიდებოდა. ახლა კი ის ვესტ ვირჯინიაში, ეგრეთ წოდებულ ჩუმ ზონაში, დაახლოებით 200 კაციან დასახლებაში ცხოვრობს. ამ ზონაში ნებისმიერი გარეგანი რადიოტალღის წყარო აკრძალულია, რადგან 50-იან წლებში ტელესკოპი განთავსეს, რომელიც კოსმოსიდან იღებს ელექტროსიგნალებს, ხოლო რადიოსიგნალებმა შეიძლება შეაფერხოს მისი მუშაობა. ამიტომ ეს ადგილი დაიანასნაირი ხალხისთვის სამოთხეა. ადამიანების უმეტესობისთვის ნაცნობია ესეთი ფობიები, როგორებიც არის არაქნოფობია, ობობების, აკროფობია, სიმაღლის და კლაუსტროფობია, დახრული სივრცის შიში. შემთხვევით არ არის, რომ ეს ფობიები ასეთი გავრცელებულია, რადგან ისინი ჩვენი ევოლუციური პროგრამის ნაწილია. პირველყოფილ სამყაროში შხამიანი ცხოველის, ხაფანგში გახვევის ან ზემოდან ვარდნის შიში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ტვინი იმის მიუხედავად, რომ მსგავსი საფრთხეები ყოველდღიურობაში აღარ გვხვდება, მაინც ამ პროგრამით ოპერირებს. თვითონ ფობია არის შეცდომა ტვინში, რომელიც უშვებს სიგნალს საფრთხის შესახებ, რომელიც ოდესღაც რაციონალური იყო, თუმცა დღევანდელ სამყაროში, სადაც საპირფარეშოში ობობა ან აივნიდან გადახედვა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, მსგავსი შიშები არარაციონალურია. მაგრამ არსებობს ექსპერიმენტი, რომელიც ეწინააღმდეგება იმ იდეას, რომ ფობიები თითქოს და გენეტიკურია. ABC Science-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ, არის თუ არა ზოგიერთი შიში თანდაყოლილი. ოთახში მოათავსეს ბავშვები, მისცეს სათამაშოები ყურადღების გადასატანად და გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოიყვანეს გველები. აინტერესებდათ, რა ემოციას გამოიწვევდა ბავშვებში ის არსება, რომელიც არასდროს არ ყავდათ ნანახი. როგორც აღმოჩნდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ ბავშვებს გველების მიმართ. ჩვეულებრივ ეხებოდნენ, თამაშობდნენ, ან საერთოდაც აიგნორებდნენ და საკუთარი სათამაშოებით აგრძელებდნენ თამაშს. როგორც ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, შიში თანდაყოლილი არ არის და თითქმის ყველა შიში შეძენილია, გარდა ვარდნისა და მოულოდნელი ხმაურის. ასევე იყო მსგავსი ექსპერიმენტი, როდესაც 48 6 თვის ბავშვს აჩვენეს სხვადასხვა სურათები გველების, ობობების, ყვავილების
და თევზების და ბავშვებს თვალის გუგები უფრო მეტად უფართოვდებოდათ, როდესაც ობობებს და გველებს ხედავდნენ. თუმცა არანაირ შიშის ნიშნებს არ გამოხატავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გველების და ობობების შემჩნევა ბავშვებში თავიდანვე იყო ჩაპროგრამებული, თუმცა თვითონ შიში უფრო მოგვიანებით ყალიბდება ადამიანში. ადრე ადამიანებს ბევრად რთული ცხოვრება ჰქონდათ. მოუკვდინებელი შეიძლება ყოფილიყო სასმელი, საჭმელი, ჭრილობა, ცუდი ამინდი, ცხოველი ან კიდევ უამრავი რამ. იმას არ ვამბობ, რომ დღეს შეუძლებელია მსგავსი რაღაცით მოკვდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ დღეს ბევრად ნაკლებად ხდება მსგავსი რაღაცეები. დღეს ადამიანები ხშირად მეტად კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ, საჭმელით შეიძლება ჰქონდეთ, სასმელით, ცუდი ამინდის დროს თბილადაც შეიძლება სახლში იყვნენ მოკალათებული, მაგრამ ხანდახან მაინც ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა დაეზაროთ. ამიტომ მოდი 10 წამი გამოვნახოთ ახლა და ეს ვიდეო დავალაიქოთ თუ აქამდე უყურეთ და გამოვიწეროთ არხიც. აქედან გამომდინარე, ფობიები თითქოს ბევრად უფრო ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ არის. ადამიანისთვის მეტყველების და წერა-კითხვის სწავლა ყველა პლუსთან ერთად წევლადაც გადაიქცა. ადამიანი გადაიქცა ისე დაარსებად, რომელიც ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას სხვა ახალ-ახალი საფრთხების შესახებ, ისე რომ ეს საფრთხები თავად არც უნახავს. ყოველდღიურად ტელეფონის სკროლისას ან კომპიუტერთან ყოფნისას შეიძლება წაიკითხო ისეთი სტატია, მაგალითად ტერორიზმზე ან უყურო რაიმე ვიდეოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და პლუს ერთი ფობია მოგემატოს შენს ცხოვრებაში. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის მოსახლეობის 48%-ს ფრენის მიმართ ჩამოუყალიბდა შიში და 25 წლის შემდეგაც კი 26%-მდეა მაჩვენებელი. მოკლედ გამოქვაბულიდან გამოვედით და კომფორტის ზონებში შევავიჯეთ, მაგრამ შიშები ჯერაც არ გამქრალა. მათ ევოლუცია გაინცადეს. ახლა უბრალოდ ჩვენს ოთახში არსებული ჩრდილების აღარ გვეშინია. ახლა ჩვენს ეკრანებზე არ ეკლილი ინფორმაცია მეტად უფრო საერთში გვეჩვენება. ახალი რაღაცების მიმართ გავიჩინეთ შფოთვები. შორეული მოვლენები პერსონალურ ფობიებად ვაქციეთ. ამიტომ შემდეგში, როდესაც რაიმეს მიმართ შიშს იგრძნობ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა. ტვინი რეალური საფრთხისაგან გიცავ თუ უბრალოდ შეცდომაა მექანიზმში. შეიძლება ბავშვები აღარ ვიყოთ, რომლებსაც ეშინიათ სიბნელის. თუმცა ჯერაც არსებები ვართ, რომლებსაც აინტერესებთ რა იმალება იქ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაცები სხვენში იქნება თუ ჩვენს გონებაში. მადლობა ყურადღებისთვის, თუ დაგაინტერესათ ვიდეო, და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.